ლოლიტა ვლადიმერ ნაბოკოვის სავიზიტო ბარათად იქცა. წიგნში მოთხრობილია საშუალო ასაკის მამაკაცზე ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა 12 წლის გოგონა. ვნებით შეპყრობილმა ჰუმბერტმა ლოლიტას ქვრივი დედა შეირთო ცოლად, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ გოგონასთან დაამყარა ინტიმური ურთიერთობა. სკანდალური ლოლიტა აიკრძალა საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. მწერლის მამა ბოლშევიკების მოწინააღმდეგე ცენტრისტი იყო და ოჯახთან ერთად რევოლუციის შემდეგ სამშობლოდან გადასახლდა. ისინი რუსეთში მოღალატეებად ითვლებოდნენ, ამიტომ ნაბოკოვის ნაწარმოებების დაბეჭდვა თავისთავად აკრძალული იყო. ამის მიუხედავად წიგნი საბჭოთა კავშირში არალეგალურად ვრცელდებოდა. ამიტომაც ინტელიგენციის წარმომადგენლებს მისი წაკითხვის შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ. ლოლიტა ოფიციალურად 1989 წელს დაიბეჭდა. მზის დაბნელება არტურ კოესტლერი. ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი მზის დაბნელება გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-38 წლების დიდ წმენდას. იმას თუ როგორ ჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი მოაწეროს. ულისე ჯეიმს როისი. რომანი ორი ადამიანის 38 წლის დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმისა და 22 წლის სტივენ დედალოსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოების სამ დიდ ნაწილადაა დაყოფილი. ავტორის ჩანაფიქრით, წიგნის სტრუქტურა ჰომეროსის ოდისეას უნდა შეესაბამებოდეს. ჯოისი რომას 7 წლის განმავლობაში წერდა და მისი დევნა ჯერ კიდევ ეპიზოდების ამერიკულ ჟურნალ The Little Review-ში გამოქვეყნებიდან დაიწყო. საზოგადოება რომას უხამსობის გამო აკრიტიკებდა, გაერთიანებულ სამეფოში კი მაშინვე აიკრძალა. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე მილან კუნდერა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანი საოცარი სიზუსტით ასახავს 1960-70-იანი წლების პრაღის ცხოვრებას. კომუნიზმის მანკიერების დემონსტრაციის გამო 1980-იანი წლების ბოლომდე იკრძალებოდა ჩეხოსლოვაკიაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ლიტერატურულ ღირებულებას და ზოგად საკაცობრიო თემებს. მთავარ დაბრკოლებად ეს კრიტიკა მოიაზრებოდა. ყოფიერების სიმსუბუქე თავის თავში თავისუფლებას გულისხმობს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.